თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროევროპული აქციების მონაწილის ნიკა კაციას საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. ბრალდების მხარემას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახავს ედავებას ხდომაზე, რომელსაც მოსამართლემ თამარ ჭედლიშვილი უძღვებოდა. ქართული ოცნების პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმე პოლიციელი პაატამ ჭედლიშვილი გამოიკითხა. სწორედ ჭედლიშვილმა შეადგინა პატაკი კაციას სახელზე, რომლის საფუძველზეც სინდისის პატიმარი დააკავეს. სასამართლო პროცესზე ჭედლიშვილმა თქვა, რომ სანდო წყაროსგან მიღებული ინფორმაციით კაცია ნარკოტიკს მოიხმარდა და ნივთიერება ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდა. მოწმე პოლიციელს კითხვები კაციამაც დაუსვა და ის მომენტი გაახსენა, როცა წინასწარი მოთავსების იზოლატორში პოლიციელი მის დამცირებაში იღებდა მონაწილეობას. მე მაინტერესებს განსხვავებით თუ არა ის მონაკეთი, როდესაც ჩემი სტატუს აღწერა მიმდინარეობდა. განსხვავებით თქვენი თანამშრომელიც, რომელიც თქვენთან ერთად ან თქვენ წერდით და გვეძებდა სამწუხაროდ აქცენტის თქვენი სახელი არის აქცენტს აწარმოებდით. ამიტომ კონკრეტად ეგ ეპიზოდი, როდესაც ჩემი დათხოვის აღწერა მიდიოდა და თან იცინოდით ეს დამცირებად ან დამამცირებლად ჩემი განსხვავებით. თქვენ და თქვენ არის ვინც იხმარებოდა. არა, შეფსალავწინი. მაშინ როდესაც დაგვე ეპიზოდი ნარკოლოგიური შემოწმების გასწორებული ეპიზოდი, რომლის ფუნქციების მომაწოდეთ. მე მოგაწოდე? ვინც იყავი? ეს სახელმწიფოს აქციის გასწორებით რომ მითხარით, რომ ეხლა რაღაც უფრო მალე მოაწერა ამას ხელს უფრო ვიკითხე, რომ წამიყვანეთ შემოწმკი. მე რა თქმა უნდა მე არ ვიცი, მე საერთოდ არ ვიცი. მე რა თქმა უნდა კითხავს, მე ისო კითხავს, გახსოვს თუ არა ეს მონოლოგი. მე ეგეთი რაღაც არ მეთქვია თქვენს. მაშინ ისე გაიცემა რომ პატრონატი არ გახსოვს, ამ რაც არ იცით, ან რაში გამიწევთ მონაწილეობა შტობა. არა, მაგას მე არ მივეჯა მონაწილეობა რაში. ეს მოწევები იმებს და აბსოლუტურად რაც ვალე მოაწევდა, ეგეთ რაღაც არ ყოფილა. შესაძლოა საუბარი არ ყოფილა. აბა რა გახსოვდა? რა გახსოვდა ის რომ იყავი და არ გახსოვდა. მაგალითად გახსოვდა. მესაბიჭი შუარუშოზე ბაირთან მიჯექი და აკეთხა შუაში გავსები მე ხან გამოვიდი რა ვიცი რა აგასწორდა სამი ადამიანის გამოძიებულთან თქვენ არსებობა გასულიყავ მაგრამ აგასწორდა როგორ ჩანს და გასაგებია პასუხი გასაგებია. ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. ბრალიმას სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი და 8-დან 20 წლამდიან უვადო პატიმრობა ემუქრება. ნიკა კაცია წარდგენილ ბრალს უარყოფს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს.